მოგესალმებით შემო ძვირფასებო, დღეს ახალი მთვარეა და დღევანდელი ჩატარებული ფულის რიტუალები 3-ჯერ 5-ჯერ ძლიერია ვიდრე სხვა დღეს, ამიტომ დღეს მე მინდა გასწავლოთ ძალიან მარტივი რიტუალი ხრიკები, რომელიც გაგვათავისუფლებს უმოკლეს დროში ვალებისგან. პირველი ვარიანტი, დაგჭირდება მარილი, კალამი და სანთელი, ან თეთრი, ან მწვანე, ასევე იგივე რიტუალის მეორე ვარიანტი, დაგჭირდება ფურცელი და დაგჭირდება დაფნის ერთი მშრალი ფოთოლი. მაგალითად გვაქვს ვალი, დავწეროთ 3000. ხო? 3000 ლარი გვაქვს ვალი. დავიწერეთ და ხელზე ვიყრით მარილს, ნელ-ნელა, ცოტას და შეგვიძლია თან თქვათ და თან კარგად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ თავისუფლდებით ვალისგან სამუდამოდ, უმოკლეს დროში ჩვენი ვალები იქნება დაფარული, უმოკლეს დროში ჩვენი ვალები იქნება გადახდილი, უმოკლეს დროში ჩვენ ვიქნებით ვალების გარეშე და ჩვენ არ გვექნება არანაირი ვალი, ჩვენი ვალები იქნება განულებული და გავთავისუფლდებით ამ ვალებისგან. შემდეგ ვკრავთ ამ ბუჩს, მივდივართ აბაზანის ნიჟარასთან, მოვუშვებთ ცივ წყალს და 1 წუთი დაახლოებით გვიჭირავს წყლის ქვეშ და ვამბობთ, როგორც ეს მარილი დნება, ისე დნება ჩვენი ვალები, როგორც ეს მარილი ქრება, ისე გაქრება ჩვენი ვალები, როგორც ამ მარილს წაიღებს წყალი, ისე გაქრება ჩვენი ვალები და ისე წავა ჩვენი ვალები ჩვენგან. ეს პირველი ვარიანტი. ძალიან მარტივია და ძალიან კარგად მუშაობს. და ასევე მეორე ვარიანტი, გვინდა რამე ცეცხლგამძლე ჭურჭელი და ვწერთ მაგალითად ფურცელზე, ხო, თუნდაც 5000 ლარი გვაქვს ვალი და ასევე ვიღებთ დაფნის ფოთოლსაც და ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, ოღონდ აქ უკვე არა წყლის, არამედ ჰაერისტიკი, ცეცხლი და ჰაერისტიკი ამუშავებს. აქაც ესე ვიძახით, რომ ჩვენი ვალი უმოკლეს დროში გაქრება, უმოკლეს დროში იქნება გადახდილი, უმოკლეს დროში გავთავისუფლდები ვალებისგან და თეთრი ან მწვანე სანთელი ავიღებთ. როგორც ეს ფურცელი იწვის, ისე დაიწვება ჩვენი ვალები, როგორც ეს ფურცელი გაქრება, ისე გაქრება ჩვენი ვალები და მეტი სიძლიერისთვის გავაძლიეროთ დაფნის ფოთოლით, ზუსტად იგივე ტექსტებით. როგორც ეს დაფნის ფოთოლი იწვის, უმოკლეს დროში, ისე დაიწვება, ისე გაქრება ჩემი ვალები, მე გავთავისუფლდები ვალებისგან და თან წარმოვიდგინოთ, როგორ ქრება ჩვენი ვალი და როგორ აღარ გვაწუხებს, აღარ გადასახდელი, აღარ გვაწუხებს პროცენტები და ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლები ვართ ვალებისგან. ეს არის და ეს. ამას შემდეგ ვიღებთ და აუცილებლად ყრით გარეთ, ანუ უნდა გავატანოთ ჰაერს ეს დამნამწვავი ფერფლი. და ამ დროსაც შეგვიძლია თქვათ, როგორც ეს ფერფლი მიაქვს ქარს, ისე წაიღებს ჩემ ვალებს სამყარო. გააკეთეთ, ასევე ჩემს გვერდზე ნახეთ რამდენიმე ფულის რიტუალი დევს, დღეს ძალიან ძლიერია. გააკეთეთ ეს ვალების გაქრობის რიტუალი და შემდეგ გააკეთეთ ფულის მოზიდვის რიტუალი, რადგან როგორც გითხარით, დღევანდელი რიტუალები ფულის ძალიან ძლიერია. გისურვებთ წარმატებას, ხვავს ბარაქას, ვალების გარეშე ცხოვრებას და ყველაფერს კარგს.